ძალიან ბევრი დასალაგებელია. Სიამბები ხდება აქ ჩვენი გადმოპარკება. ვაკრავ ახალ თეთრელს. ესე გამოიყურა. ჩემ დედამთილმა გამომიგზავნა. აქ უკვე იატაკი მოვწმინდით. ესე გამოიყურება. ესე გამოიყურება ჩემი სახლი, ჩემო მეგობრებო. რომ ტურს ვერ გაგიკეთებთ ჯერ, იმიტომ რომ ძალიან დასალაგებელია, ყველაფერი მის ადგილას არის დასადები და აი ყველაფერს რომ მოვჩები, საბოლოო შედეგს უკვე მერე გაჩვენებთ და ამ ვიდეოშივე იქნება. ჩემ თავს ჯერ არ ვიცი, კაი ხანი ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ არ ვარ მოწესრიგებული საერთოდ. მარტო ალაგებაზე ვფიქრობ და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს კიდევ. აქ ეხლა შკაფები გავწმინდე, ბავშვების ლოგინებიც დავალაგე, იატაკიც მოვწმინდე, ეს დროებით არის აქ, ბავშვების მაგიდას ვეყიდით მერე, აქ ფანჯრები გავწმინდე აქეთ ამ მხარეს, არ შემჩნიოთ, აქეთ ამ მხარეს გავწმინდე, მაგრამ მეორე მხარესაც გასაწმენდია, იქ კიდე რაღაცებია, ძალიან ბევრი, ხო და ამიტომ იქეთაც რო გავწმენთ, მერე გაჩვენებთ. აი უამრავი საქმე მაქვს, უამრავი და რა ვიცი, აი ესე გაჩვენებთ მარტო თუ როგორი აი ხლა რა მდგომარეობა აქვს და მე რო დავალაგებ როგორი იქნება, აი ესე გაჩვენებთ. ისე რო ჩავთო და გადავიღო, არ მაქვს საერთოდ მაგის დროც შემოკარგება და იმედია თქვენც გამიგებთ. რა თქმა უნდა, დიდი ხანი არ მქონია ვლოგები, აქაც დასალაგებელი მაქვს. სულ ყველაფერი და კარადას ვალაგებ ეხლა. აქაც ყველაფერი დასალაგებელია მოკლედ. აი ესეთნაირად. ეხლა შემოსასვლელში ეს ნაკლეიკა უნდა ჩამოვხსნათ. ეს კარი გვაქვს გასაწმენდი და გასაკრასკი. რა თქმა უნდა, აქაც ფეხსაცმელებს ეხლა ჩავალაგებ. ჩქარ-ჩქარად ჩავალაგებ ყველაფერს, რომ ისინი ყრილ-მოყრილი არ იყოს და დანარჩენს უკვე მერე ნელ-ნელა თქვენთან ერთად გადავიღებ. ესეთი გასაწმენდის ჩასაყრელია, მინდომი ჩემი მეუღლე მიყიდა იუსტში. მოდით ნახოთ ერთად რა არის. ნახოთ გამომწია. ძალიან ლამაზია. ეხლა ჩავყევ თქვენ დასაცმელებს და შემდეგ გავარიცხავ. ესეთი კიდევ მიყიდეთ. Да, очень красиво. Чуть-чуть, может, посмотрим, если что, можно.
у нас ничего нету под духовку другой тары. Он еще тузыки. შაბათ-კვირას რომ მუშაობდი, აქ არაფერი გამიკეთებია. დღე მესამე, იგივენაირად. ეხლა ვაპირებ ამ ფანჯრის კარების გახეხვას და საბოლოო შედეგს განახებთ მერე თქვენც. აი ესე გავწმინდა ჩემო მეგობრებო. კიდე რა თქმა უნდა, ეტაპობრივად გავწმინდა, იმიტომ რომ ერთი წმინდა არ ყოფნის, ერთი კი არა და უკვე 4-ჯერ 4 პირი გავწმინდა, რომ ამოსულიყო ყველაფერი. მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს ამოვიღებ. ესე გამოიყურება. ეხლა ფარდები მინდა ჩამოვკიდო, მაგრამ ჯერ უნდა დავისვენო. ესე გამოიყურება ეხლა აქ ფანჯარა და ეხლა მას გავხერხავ, გავწმინდა და შემდეგ შედეგს განახებთ ჩემო კარგებ. აი ჩემო მეგობრებო, დავამთავრე, გაწმინდა. ესე სუფთა გამოიყურება ჩვენი ეს ფანჯარა. ეს ეხლა ფარდა ჩამოვკიდე. ხელი ისე გამოიყურება და ეხლა სქელს ჩამოვკიდე ცოტა ხანში. აი ჩემო მეგობრებო, ესე გამოიყურება. Горячий, не липкий. აი ესე. ესე გამოიყურება ჩვენი ლოგინი, ახლა გამოვცვალე. დედამთილმა მაჩუქა ეს თეთრეული, ძალიან კარგია. ესე გამოიყურება ჩვენი ლომაზი ოთახი. ეს არის ჩვენი აბანო. ესე ახლა გავწმინდე, გავაბრიალე და ესე გამოიყურება. ისეთი ლამაზი პატარა აბანო გვაქვს. ეს პირველი აბანო არის. ეხლა წინდა სამზარეულოს ამ შკაფებს და ბუჯრები გადავწმინდე, ეს ყველა ქვევით დამრჩა კიდე და დავასრულებ ამას დღეს აუცილებლად. Посчитай. 6, 7, 8, 9, 10. Подожди, когда надо сейчас вода закипит, поставим вариться. Мам, дай я тебя, я сама подержу телефон. Я есть. Ой, как вкусно выглядит. Пахнет аппетитно, да? София, Ходи. Алиса. Ходи. Давай. Давай, свои вот так, выставляй. Никто не заберет. Все. პირველად გავეცხე ჭურჭელი და ნახეთ, როგორ გააფრიალა. ესენი ახლა სუფთა კი მქონდა, მაგრამ მტვერიანი იყო და ესე გააფრიალა ჩემო მეგობრებო. ძალიან სუფთა და ყოველთვის ძალიან მომწონს. შევალაგებ მერე კარადაში. იყო ცოტა ხანი სველი და გაიშრება თან ესე. ესე გამოიყურება. აი დავასრულე ჩემო მეგობრებო, ჩემი ულამაზესი სამზარეულოს გაწმინდა. ესე გამოიყურება. ყველაფერი მისაწვდომად დავაწყე და ადაჩინდა.
ესე გავაპრიალი, არ მიყვარს რომ ცუცად რაღაცები აწყვია. რა თქმა უნდა, ელექტრომადუღარა უნდა ვიყიდოთ, არ მიყიდია. აქ ჩამოსაკიდი ესეთი ლამპან უნდა ვიყიდოთ, ჯერ ეგეც არ გვიყიდია, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს იყიდით. აბა შემიფასეთ ჩემი ულამაზესი სამზარეულო, როგორ მოგწონთ? მე ძალიან მომწონს. აი ესე გამოიყურება. ახლა ჩემი მისაღები. აქ ყველაფერი გავაპრიალე. ესე ჩემი სამზარეულო. კიდევ რა თქმა უნდა, ბევრი საქმე მაქვს ძალიან გასაკეთებელი. ესე გამოიყურება ჩვენი დივანი. ძალიან მომწონს. აქვს ორი შიგ თავსი. შეგიძლიათ დააწყო რაღაცეები. ნელ-ნელა შემოგთავაზებთ რელაგებების ლოქს. აქ უკვე დაგემშვიდობებით. ჩემო ლამაზებო, შემდეგ ვიდეომდე. ნახვამდის.